სიძულვის კამპანია, რა თქმა უნდა, ეს თავრობისგან წახალისებულია და კი, ამას დარწმუნებული ვარ, ამას აყურებებენ 24 საათი და ამით ის არის რა, ნაკვები არის ეს პოლიცია. და არ ვიცი, კიდევ ესეთი ეჭვმექ, რომ აჯერებენ, რომ ყველანი ვართ მედიის და პროტესტის მონაწილეების ჩათვლით ან ნასვამი და ან რა ქვია, რაიმე ნარკოტიკული საშუალებების გავლენის ქვეშ, იმიტომ სულ ამბობენ მაგას. ან მე პირადად 1-5 ჯერ მაინც მითხრა სხვადასხვა პოლიციელმა, აი რა გაქვს დალეული. მე ვარ მარიამ ნიკურაძე, ვარ ფოტოგრაფი და ჟურნალისტი აუსი მეტია. 2009 წლიდან ვარ აქტიურ ჟურნალისტიკაში, ანუ ვაშუქებ მაქედან მოყოლებული აქციებს, ანუ არჩევნებს. პირველად ქართული ოცნების მოსვლის მერე სულ ვიხსენებ ხოლმე 17 მაისს. 2013 წლის 17 მაისს, იმიტომ რომ მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პირველი red flag-ი ეგ იყო. რაც მახსოვს ბევრ საშინელებასთან ერთად, ეგ მახსოვს რომ ანუ ის ხალხი, ვინც მისდევდა ეს პრობო დავარქვათ იმ აქციის მონაწილეებს, რომ დაინახავდნენ რომ ჟურნალისტები ვიყავით, ან მე ან სხვა, ანუ ესე არ გამოიყურებია ხა რაღაც კონსერვატიულად და ეგ გქონდათ რომ ჟურნალისტია და არ შეეხო. ტერი ჩვენს მიმართ, ანუ მედიის მიმართ თუ იყო ალტინფო და ვიცით ვინ იყო, შეიცვალა და გახდა პოლიცია. 28-29 ღამეს, როდესაც პირველი დარბევა იყო და სპეცნაზმა გამოიყენა ძალა, მაგ დღეს თავიდან ვიღებდი ჭიჭინაძის ქუჩაზე სიტუაცია, ვიდექი ფანტანზე, შემაღლებულ ადგილას, უმაღლელ ადგილას და იქიდან ვიღებდი რა ხდებოდა და რაღაც მომენტში დაიწყეს წყლის ჭავლის გამოყენება და სიმაღლეზე მევიდექი და ცოტა შემდეგ დონეზე იდგნენ ოპერატორები. და ერთ მომენტში წყლის ჭავლი მოხვდათ ამ ოპერატორებს და დაცვდნენ ძირს, დაუვარდათ კამერები და ამას ვიღებდი რა. და ამას რო ვიღებდი, მე მომხვდა ეს წყლის ჭავლი და ჩამოვარდი სიმაღლიდან და დამივარდა კანუ ჩემი კამერა, პირველი კამერა მან გაფუჭდა, დაზიანდა ისე რომ გამოუსადეგარი გახდა. და ფეხის დამიზიანდა, მაგრამ ძალიან ისე light. მერე უკვე აი რუსთაველიდან მომავალმა სპეცნაზის კოლონამ დაიწყო გასუფთავება პარლამენტის წმინდაბარი ტერიტორიის და მაგის გადაღება გავუწევ ტელეფონით. და რო ვიღებდი მეორე წყლის ჭავლის მანქანიდან წამოსული ჭავლის შხეფები მოხდა, პირდაპირ არც მოხვედრია რა. ანუ იმითი დამისვლა და სახე, იმიტომ რომ პირველად ჩამოვარდნისას რაც მეკეთა, ყველაფერი დავკარგე მომძვრა, არც სათვალე და რაღაცები რაც მეკეთა, დავკარგე და უცებ გავხდი ძალიან ცუდად, ანუ სახის წვა დამეწყო, რაღაც გადაადგილება ვერ შევძალი და ამ დროს სპეცნაზე აგრძელებს სეროს და მე შუა რუსთაველზე დგავარ, აი არ ვიცი რა ვქნა და ჩემო კოლეგამ მიცნო ერთ-ერთმა და წამიყვანა სასწრაფოს მანქანასთან და დაახლოებით ალბათ 15 წუთი მაინც გავატარა სასწრაფოს მანქანაში, რომ გონზე მოვსულიყავი, ძალიან ცუდად ვიყავი რა ამ მოწამვლის გამო და დღემდე მეც ერთ-ერთი ვარ იმ ადამიანებთან, ვისაც აქვს ეს ეგრეთ წოდებული გვერდითი ეფექტი, ან ცხვირიდან მაქონდა სისტემით ძალიან ხშირად, ანუ მაგ დღიდან ყოლებული. ამასობაში მოვატანიე კოლეგას სხვა კამერა და მაინც გავაგზავნე მუშაობა. სადღაც 6-7-ისკენ, უკვე 29-ში, რედისონთან კრიმინალური პოლიცია აკავებდა ხალხს, უკვე გაწმენდილი იყო რუსთაველი და მაგ დროს ამ ძალადობრივი დაკავებების გადაღება დავიწყე, ჯერ ერთი პოლიციელი მოვიდა და დამიგდო ტელეფონი და აიო, ეხლა გააგრძელა მუშაობა და ავიღე ტელეფონი არ ჭირდება გავაგრძელე მუშაობა და მეორე დაკავებას ვიღებდი და ამ დროს მეორე პოლიციელი მოვიდა და ისე მთელი ძალით დამარტყა ხელზე და დამიგდო ისო ტელეფონი და მიბრძანა რომ შემეწყვიტა მოკეთ გადაღება. პირველიდან ორში იყო, როდესაც მოვყავი ცნობილ ალყაში. ხედავთ რომ ეს პოლიციელები მორბიან და გვეუბნებიან რომ წადით და გასაქცევი არსად არ იყო რა. სულ სამი მიმართულების შეგეძლო რომ გაგცემყავი და სამი მხრიდან პოლიცია იყო და მაგ მომენტში მეც მოვყავი ამ ხალხთან რაღაცა უფრო პოლიციასა და ხალხს შორის რა. და მაშინ ის მეკეთა ნიღაბი და ჩაფხუტი მეკეთა და მეცა ეს ერთი პოლიციელი და დაკავება უნდოდა რა და მე კი უთხარი პრესა ვარ თქო, მაგრამ მაგან არ იმუშავა და მე რომელიღაცა პოლიციელმა თქვა რომ გოგო არისო და გავუშვიო რა.
არ ვიცი ეს ძალიან ინდივიდუალურად წყვეტენ ხოლმე მაგას, იმიტომ რომ გოგოებსაც ცემეს იმ დღეს და დააკავეს, მაგრამ გამიშვა რა. და ხელი დამიზიანდა მაშინ ძალიან ისე ასე მსუბუქად, მაგრამ მართლა მგონია რომ უკვე ინდივიდუალურად პოლიციელი წყვეტს, ანუ მწვანე შუქი აქვს რომ გცემოს, მაგრამ თვითონ თუ ჩათვლის რომ აი მე ქალს არ ვცემ, არ გცემს. და ეგ ჩემი გამოცდილებაც ეგ იყო რომ ვიღაცამ ესექნა, აი და ძალიან ისე ცოტა დაძაბულობა როცა არ არის ხოლმე, მაშინაც ვატყობ ხოლმე რომ ერთი პოლიციელი გეტყვის რომ მიდი ახლა რაღაც ცუდი სიტყვით რა შეგაგინებს და კრავს და დავაი და რაღაცა და მეორე ამ დროს გეტყვის რომ აი წყნარად და აი ხილად და ანუ ორჯერ იყო, როდესაც მართლა ცუდად ცოტა მართლა გულწრფელად შემეშინდა. ერთი იყო იმ ალყაში, იმიტომ რომ მეგონა რომ მომკლოდნენ, ანუ მართლა, იმიტომ რომ რა ვიცი, გასაქცევი რო არ გაქვს და ეს რაღაც გავაშებული შაოსნები რომ მოდიან და აი რა უნდა ქნა არ იცი, ანუ ფიზიკურად რო ვერაფერს ვერ შვები და მეორეჯერ იყო, როდესაც ამ 7 დეკემბერს ასევე ალყა, როცა გააკეთეს ცოტა უფრო სხვანაირი, და რა ქვია, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ჩადგა მეორე, ისა რა ქვია, სპეცნაზის კოლოფი, როგორც შეიშველაშვილი ეძახის. და რაღაც ხალხი იყო ოპერასთან, ზემოდანაც პოლიცია მორბოდა და ერთ-ერთი გასაქცევი მაგ შემთხვევაში რაც იყო და რაც ყველამ არ იცოდა რომ იყო ეს ბროსეს ქუჩა. და ბროსეს ქუჩით გავიდა აქცია და ჩავიდნენ სანაპიროზე. და ეს ის დღე არის, როდესაც აი რაღაც ჯიპიდან შეიარაღებული ტიპი რო დაუპირისპირდა პროტესტის მონაწილეებს სანაპიროზე, რა ეგ მომენტი, აი ეგ წუთები არის, როდესაც მესიჯი მომდის ამ კოლეგისგან, მეუბნება რომ რაღაცა დასაკავებლობის სიაში გდახეთ და თუ აქციაზე ხარ, გაიქეცი. წადი მაგიდან და ანუ სანაპიროდან გაქცევა ძალიან რთულია, ხო? სადაც წახვიდე ფეხით მაგან რო არ ყავს მოძრაობა გადაკეტილია, ხო და ანუ მაგ მომენტში ნუ ვიპოვა ჩემი მეგობარი, ვუთხარი რომ მეთქი ეს დასხდება და რაღაცა უნდა გავიქცეთ აქედან და წინ გავარდით და აი რაღაცა ესე 10 წუთი იყო ალბათ მაქსიმუმ შევა არც კი 5 წუთი, როდესაც ანუ მე და ეს ჩემი მეგობარი წინ მივდივართ და უკან ვიყურები და ხედავ რომ აქციის მონაწილეები მორბიან და უკან არის აი შავი ხაზი, რომელიც არის კრიმინალური პოლიცია რა, რომელიც მორბის ანუ ამ ხალხის დასაჭერად და ანუ მე მაქვს ინფორმაცია რომ ამათ ჩემი დაჭერა უნდა და ისევ იმაზე ვფიქრობ რომ ეხა რო დამიჭირონ ალბათ ვცემენ მომკლავენ. ანუ ეგ მომენტი, ანუ ის კი არ მქონდა რომ ეხა დამიჭერენ და რა მეშველება, ანუ ეგ უკვე გზაში ჩემ მეგობრს ვურეკავ რომ მეთქი ჩემ კატაში უნდა მიხედო და იქ რაღაც თანამშრომლებს ვეუბნები რომ მეთქი всё, გადაიბარეთ ეს ის რაღაცა თან გავდივარ. თუმცა მე უკვე რაღაცა ძალიან პრაქტიკულ რაღაცაში აზროვნებაში გადავიდა რომ სახში არ მივედი 1-2 დღე გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია და მე უკვე ოფიციალურად დამიბარეს როგორც მოწმე ამ რაღაც გამოძიებაზე, რომელიც არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება თუ რაღაცა ეგეთი.